გამარჯობა. როგორ ახალ? მეც კარგად ვარ. დილამშვიდობის მეგობრებო, დილამშვიდობისა. ჩემ ხმას როგორც ხედავთ, ვერ აქვს კარგად საქმე, ამიტომ დღეს იქნება მარიკოს ვლოგი, ხოდე? შენი ვლოგი იქნება და გაბარებ დედიკო ვლოგს. მე გუშინ ხო დაბადების დღე ქონდა. წამოჯექი დედი და ისე ელაპარაკე, თორე არ ჩანხარ. რა ქონდა დედიკოს? დაბადების დღე. მოუყევიდე, რა გავაკეთეთ მერე. მე რა ტორტი ჩავა. დედიკო, თან ფუნთუშა მიირთვი, კარგი? მოდი საყვარელო. ფუნთუშა. დედიკო, რა ჩააქრე? ტორტი. ტორტი. დედიკო, მიირთვი? მიირთვი. მერე რა გააკეთეთ? მოუყევი? ტორტი. დედიკო, შენ რა ახალი ლექსი სწავლე? რა შეკმაბოი? არა, დედიკო, ლექსი რო ისწავლე, მოუყევი, შენ კარგი ლექსი რო ისწავლე. რამე? ბახში, დედიკო, რა ვიცი. მეგობრები? კი, მოუყევი. ხო, კარგი. წამოჯექი, დედიკო, გასწავლო, აი ასე. ესე ხელები დადე და მოუყევი თუ გინდა. გოგო. რატო? აქ მტკივადა. რატო? არ ვიცი. უშინ რო წავიკეჩ ბაღში. ოი, საყვარელი, მიდი მიირთვი დედიკო. გემრიელია. მარიკო, ხელსახოც შეაიღე თუ ჭირდება. ლამაზად გაქვს თმა, დე? თმა? კი, ძალიან ლამაზი ხარ. ლამაზესი ხარ, დედიკო. ლამაზესი. იმას გატყდა ის დედკოს რაღაცა რომ ანათებდა ლამაზი რო იყო ერთი წელს აჩუქა კოპამ დედიკო აჩუქეს ერთმანეთს და ხოლე მიულოთ დაბადების დღე მაქვს და ნამოვიდა და მერე იქები არ წაიღო და გამოვატანა იქები და მერე მანანამბება თეფში მომიტანა დედიკოს რო გაუტეხე, მამიკოს აჩუქარი, მაგას უყვები, დე? ხო. არა უშავს დედიკო, მაგრამ ცოტა ფრთხილად უნდა იყო ხოლმე, კარგი? ხომა? იმიტომ რომ დედიკო ხო გითხრა გასატეხიაო, დე? ხომ გითხრა დედი? მერე ორი ახალი თუნდა. უნდა მოგეკიდა ხელები, ხო დედიკო? ორივე ხელი უნდა მოგეკიდა. ხო მომეკიდა მაინც ახალს მეყიდის. ის იყო მეგობრებო საჩუქარი
კობასა ჩუქარი რამდენიმე წლის უკან მაჩუქა დაბადების დღეზე გადაწყვიტა რომ ასეთ სიურპრიზი მოეწყო სანთლები თაზმაგიდაზე იყო სანთლები გაშლილი მრგვალ მაგიდაზე რაღაცა საჩუქრები და აი ასე სასწაულად მომილოცა დაბადების დღე რასაც არ ველოდი ჩემი ქრისკარავ რომანტიულ რაღაცა ნოტებს ზუსტად ეგ შემოიტანა და გაუგდებისაგან ყბა მქონდა ჩამოვარდნილი მირთვი დედიკო გთხოვ გინდა დაჭდე არ მინდა და წამოჯექი არ ჩანხარ და მირთვი კარგი დედი არ ჩანვარ აქეთ მოიწიე საყვარელო აი ესე მირთვი დედა და შტატუეტკას რო ეძახიან ის იყო გოგო და ბიჭი აი ისეთი საყვარელი იმ ბურთში ისხდნენ და რო აჯანჯღარებდი სუფიფქებით სიოდა და ძალიან დავწყდა გული გუშინ გაუტყდა მარიამს მაგრამ ნუ რა ვქნა მაგრამ აი ჩამწყდა გული სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მაგრამ მე დავსავ ახლა შემიყი შენ გიყიდი ხო ანუ მე რო დამწყდა გული ჩემს საჩუქარზე და მე მიყიდი სულ ამას ატყობთ ხო თქვენ მე არ გამიტყდა ისეთი საყვარელი იყო და ახლა შემიყიდის მაგ და ვინენი იმდენი თან მტირვარ და თან მოწყენილი ვიყავი და თან მტირვდი არა უშავს დედიკო ხო გითხრა არ ინერვიულობ ნერვიულობას აქვს დედიკო აზრი უბრალოდ გთხოვ რომ ამის მერე ფრთხილად იყო კარგი დედი ფაფას მოგიტანდა მირთვი შენ თვითონ ხოდე დედკო ჯერ ფუნთუშა გოგო კარგი სანამ შეგიგრილდება ფუნთუშაც მირთვი თუ ასე გინდა თვაშენ გინდა ჯერ ფუნთუშაც მივირთა მე მოწყენილი ხარდე არა იმაზე ვინენიულე ანათებდა ინერვიულე დედიკომ ხო გითხრა არ ინერვიულო დედა დედკო რო ანათებდა ფიქები ჩივა და ლამაზი ფერები გამომივიდა დედი აქე დაჯექი არ ჩანხარ საყვარელო გამოიწია აქეთ აი ასე და მაგაზე ინერვიულე დე ხო და მენე ლამაზი ფიქები ჩივა და ლამაზი ფერები გადმომივიდა ფერებს ანათებდა დე არა უშავს დე ფუნთუშა მირთვი მანამდე ფაფა გაგიცივდება დე დედა შენ ახლა მუკბანგს იღებ? ჩემს ყავს. პირი მოიწმინდა საყვარელო რა. გემრიელად მირთვით ვინც სვამთიცოდეთ რომ მეც აქ ვარ თქვენთან ახლოს. აგევსი მოგეწონა ეს ფუნთუშა დე? მამა მოგიტანა დედიკო, გემრიელია? მოდი ახლა ფაფა მივირთვათ, კარგი? მე ეს გავაგრძელოთ, ხო დე? მოდი. შენ თვითონ მინდა რომ მივირთვევ შენ თვითონ? კარგი? დედკო, ბევრს ვარ შევწავ. არა, შენ რამდენიც გინდა დე? ორი თვალი თუ სამი? რამდენი შენ გინდა თქო დედა?
წამოჯექი კარგად დედიკო მუხლებზე დადექი თუ გინდა და ისე მიირთვი შეება ვერ აწვდე მიდი დედიკო ადექი მუხლებზე და აი ასე საყვარელო მიდი თან შეუბერე ცხელია და რაღაცა ჩვენი მეჩვენება ცხელი გეჩვენება ყავსით რა მოიღებ გააციე დედიკო მიდი და ისე მიირთვი კარგი ხო გავაჩიე მიდი და მერე უნდა წავიდეთ მიდი და სადა სხვაგან რა სხვაგან მიდი და მიდი რა სხვაგან განჩი საქმე გვაქვს და საქმე საქმე 4 არა 1 წამი 3 და 4 რას ნიშნავს დედიკო 1 წამი დადექი რა გთხოვ წეღა როგორც იყავი დედიკო მოდი მარიკო მორჩი ახლა იცი როგორ გემრიელი არ ძიანი ფაფაა და იცი მარიამ მოვა მუცელზე დაიდე ხელი და აუ როგორ ჭრიალებს ნახე გოგაჩდარ დედი აქ დადე ხელები რომ იმას აქ ნამოწიე თავი ცოტა ხო ნამოწიო თავი და აი ასე საყვარელი მარიკოს ფაფის მუკბანგი მეგობრებო სახეს არ ვიმჩნევთ მაგრამ მუკბანგი ხო არის მარიკო მოაბრუნე თავი თუ შეიძლება რა შერი ხარ დედიკო რაღაც ხო უნდა მიირთვა მაშინ შენ თვითონ ჭამე 3 და მორჩა კარგი შენი ხელით მიდი დედიკო მიდი და სუმშიერი რო არისო მიდი საყვარელო დავითვალოთ 1 მიდი დედიკო 1 არა 1 და მიირთვი 1 მიირთვი დედიკო 1 ახლა 2 აი მე ყავარა კარგი აღმერდა ხრა მაგარი გოგო ხარ და მოიწმინდა პირი 1 დაგჭა საყვარელო 1 დაგჭა და 1 მე აიყო დედი რაღაც დარჩა მან არა დედ მარტო წინ უნდა გეკეთოს რომ ლამაზი იყოს კი წინ მეგარო კი როგორ ჩქინდა მეგრე მინდა და მიდი გიხდება დედიკო მიდი ეგრე მიხდება აუცილებლად ეგრე მიხდება ანუ ეხლა წკაპები მაქვს მიირთვი ჩქარა დედიკო არა ჯერ მიირთვი და მერე დავათვარიელო წკაპები კარგი კარგი მიდი საყვარელო ლამაზი ჩხანიათო ხორ არა ვაიაჩუაიტე აბა ჩხენი ხარ მიდი და მიირთვი წამოჯექი და ისე მიდი მიყვარხარ მიდი დედი მიყვარხარ მიყვარხარ თქვი დედიკო მიყვარხარ შენ სწორად ამბობს სიტყვებს და ნუ ამახინჯებდე მიკაკა არ არის სწორი ხო საყვარელო მიყვარხარ კი აი ყოჩახ დაარტყე ხელი და ას საყვარელო მიყვარხარ ვაი ჩემო სიცოცხლე მე უფრო მიყვარხარ მე უფრო მიირთვი დედა ცოტა კიდე შენი ფრონტა მე უფრო ყველანი love you I love you აბა მივადო თხელი ცოტა მოღუნე ჩემო სიყვარული მიირთვი ჩემო ლამაზ I love you I love you I love you I love you მიირთვი და მიდი გამახარებ ხო შიერი ხარ დილიდან გეხვეწე ხო აბა დაიდე აბა ჭრიალებს შენ მოდი
ამიკოვსი დედას ხათრით, კარგი დე თუ გიყო. პირი მოკუმე დე რატო გრჩება ღია? დედიკო. იქიდან ვინ გიყურებენ დე შენ? გამომწერები? ხო. არა, შემბრუნდია და მე არ მიყურო გიამ და ფისი უნდა ვქნაო და სირცხვილიაო მე უნდა ვქნაო. ხო, რას გიყვებათ იცით მეგობრებო? დაკუმე პირი. მამა ჩემს ანუ პაპას უთხრა რომ ქოთანზე უნდა დავჯდეო და მუხლებზე დადექიდე რა არ ჩანხარდე და ვერც გაჭმევ და მიბრუნდიო ფისი უნდა ხდე ქოთანზე სიო სირცხვილია. ერთიც და დამთავრდა მორჩი. პირი მოკუმე. ფუნთუშას მიირთმევ ცოტას დე? ცოტას. კარგი. მიირთი ფუნთუში. აიმე. დაბადების დღეზე? კი დე, დაბადების დღეზე. ტორტი. ტორტი, ვინ მოუტანა დედიკოს ტორტი დე? გია პაპა. გია პაპა. მირთვი რა დეგთხო? აი, შემოსაყვარელო. ახლა რაღაცა უნდა გითხრა. მოდი რა, გეხოჭები, მიყვარხარ. მოდი, შემოსაყვარელო, მიყვარხარ. დიდი და არ მიკოჩნია. მოდი დე, მოდი, შემოსაყვარელო. გუშინ როტო არ მოკოცე. როგორ არ გაკოცე დედა სულ გკოცნი დე? შემოსაყვარელო. ეგ ვის ურეკავ ხოლმე ტელეფონზე დე? ხელოხის და ბასტიბუბუს და ჟოჟეს. დედიკო და მამიკო. მეჯინებებში იყოს. დაბადების დღეს სად უნდა გადაგიხადონ დე? სადა და გუშინ დაბადების დღეზე ლალამზე კაბაჩობ. დედა შენი დაბადების დღე და სად უნდა გადაგიხადონ? ცენტრში. და რომელი ზღაპრის გმირი გინდა გამოიგიძახონ დე? ზღაპრის გმირი რომელი გინდა დე? მიკი მაუსი კიდევ და კიდევ ჟოჟეფინა კიდევ ბასტიბუბუ. ვაიმე დედა ძალიან ბევრი ხო არა? და კიდევ ხელოხისი. ცოტა შემომოკლოდ დე. შება ხოლე მოვიდნენ. დედი დაბადების დღეზე უნდა მოვიდნენ დე. დედკო შება დაბადების დღეზე უნდა მოვიდნენ და მიყვარს ეგენდა. ხო დე. თელი დღე არ მინახა და არ წავსულბარ. და არ მიკოჩნია მიკი მაუსის. მოგენად რა? ხო. ძალიან მომენატრა ეგეთები რაღაცები ძალიან მიყვარ. ხო იცი ძალიან კარგი გოგოა. შენ? რა თქმა უნდა ვიცი. არა, იმათ მან ვიძახი. ხო დე. ასეთი რაღაცები მიყვარს. მიკი მაუსი, ჟოჟე. და კიდევ ბასტიბუბუ, კიდევ ბასტიბუბუ, კიდევ ჟოჟე, კიდევ ხალოხიში. აქ ხატია. ხალოხიში და უჭურავს დათუნია. დათუნია უჭურავს. დედიკო. შენ ბაღში რა წვნიანი მიირთვი რო არ მოგეწონა ასე ძალიან დე? რა გუშინ? არ ვიცი რაღაცა რო არ მოგეწონა და არ მინდაო როტიროდი რომელი იყო და რაც წვნიანი იყო? ვისი და კარტოფილი ეყრა.
ნიკაპი არ მოგირჩადე მაჩვენე. ზერო მალე მომიჩება. რა როტავისურებ მერე მომერჩება. დედი ბაღის ეზოში აღარ უნდა ირბინო ასე ხო საყვარელო? არა. და ესეც ხელოხისი და თორი არა ხატია და მეორე ახატია და წაიქცედა. აი ვინც მიწერთ ხოლმე რომ ბავშვზე ნუ სტრესავთო და ძალით ნუ აჭმევთო. აი რასაც მე ყოველდღიურად გავდივარ ნერვიულობას მარიამის კვებასთან დაკავშირებით. ახლა არის შუა დღე და არ ვიცი რამდენი კოლზე აქვს, თქვენ თვითონაც დაინახეთ მარიამს ნაჭამი და მოგეხსენებათ უკვე სადილის დრო მოდის ცოტა ხანში, მაგრამ ჯერ ისევ ფაფაზე ვდგავართ, იმიტომ რომ არ უნდა არაფერი. რა ხერხს არ მივმართავ თქვენ, ხალხო, წარმოდგენა არ გაქვთ. ამიტომ როცა დედას მსგავს რამებს უწერთ, უნდა დაფიქრდეთ, რატომ რის გამო აკეთებს დედა ამას, რომ ვეხვეწები ხან თხოვნით, ხან იმით, ხან ამით, ხან დაპირებით, ხან გაყვანით, ხან გამოყვანით. თქვენ არ იცით მე რა ამ ხელა სტრესის და ნერვიულობის ქვეშ მიწევს. მარიამ გასწორდი თუ შეიძლება. მარიამთან საკვების მიღება თქვენ უბრალოდ არ იცით. ამიტომ ძალიან მარტივია რა დედას უთხრათ, რომ ვიცი რა არის ხა იქ ძალადობა ბოდიში რა. თქვენ არ იცით ალბათ რა არის მეგობრებო ძალადობა. ალბათ არ იცით. თხოვნით რომ ხათით რო ვაჭერ ბავშვს ეგ თუ ძალადობაა. დედები, რომლებიც ხედაღამე ლაივში სხედან TikTok-ზე და კიბიან ბოლო ხმაზე შვილები, ხო? და რეაქცია არ აქვს, დედებს თავარია ფული ჩაერიცხოთ მათხოვრობი და ეგ არის შულზე ძალადობა. და ძალიან ბევრი რამ კიდე. ყველა ვიცით რა არის ძალადობა პრინციპში. აი როგორი თხოვით ჩამაიღა ეს ერთი ნეტა იცოდეთ. ძირს რატომ ყრი? დაღეჭე დედიკო. იაგა. გადავიხე. გიღებდეთ. გადავიხე. უკაცრავად. რა უკაცრავად, გოგო, რას უკაცრავად? იმიტომ რომ როცა დაახველებ ან დააცემინებ, ასე ვამბობთ ხოლმე დე. უკაცრავად? აჩვენე მიდი დედიკო, მიდი. რომელი? რომელიც გინდა დე? ვარ ვანოთ ესენი? კაპები დაწყალი? წყალი რა თქმა არა. არა. როცა დამძირება მასე. ეს ამ ჭიალა მაქვს. შენ და თუ შესახელი არ დავარქვათ და კი დარქვი. რა დავარქვათ? რა საყვარელო რა დავარქვათ? შენ დარქვი, შენ თვითონ. მე არ
ჭამს და მე არ მიქნე. කොහොმද ეს არის ჭამინება? කොහොმද დაგუჭა თვალები და მე გახლა? გახილე. საჩუქარი. დათუ ჩავენ გაჩუქადე. რა? დათუ ჩავენ გაჩუქადე. დათუ ჩა. გია პაპა. ჩავთოთ მეგობრებო. ჩართედე რა თამაში. რამე კბიდა შედა ხო? დაიჭიდე ჩემო პატარა. აძინებდე? რატო დაიღალა? ხო, დაიღალა და ეძინება. იმთანი ერგინა. აგი თუ დაიღალა დააძინებდე? ხო, დაიჭინეოდა. ხო, დაიჭინეოდა. აქ მოხვიდა და არ მოვიდა. კარგი დააძინებდე. შენთან სულ მოდის ხოლმე დათუჩე, შენ თქვენ ხო მეგობრები ხარდე? ხო, ერთმანეთი. ეიდე, რა თქმა უნდა. ჩემი. მეგობარი დე? მეგობარი. დადუნია რომ დრონცესა მებუერბო კარვიშავო რაგიდ ბევრი მეხვეჭოთ არ დაგითმობთ არვისა რაგიდ ბევრი მეხვეჭოთ არ დაგითმობთ კარვისა დაემშვიდობედე ჩვენს გამომწერებს კოცნა გაუგზავნე. დიდი მადლობა რომ გვიყურეს. მადლობა რომ გვიყურეთ, უთხარიდე. მადლობა რომ გვიყურეს. ბაი. ბაი. ბაი მარიკო. ბაი მაიროკო. არ ვიცი რა, გავაკეთებ დიდ ქვაბ. შუპს გამიხედა დაუწი ამ იმას. გამიხედა აღარ არის. კიდე დავადგავ დიდი ქვაბის შუპს, გამიხედა აღარ არის. რო კითხოს ხალხი საჭმელს არ აჭამს. მე რა ვიცი. სასახურდა მოვიდი, ორი ქვაბის საჭმელი ის არ ვიცი ხალხო, უნიტაზში აცხავი, ჭამენ. ვიცი მომწიარდადი, რო კითხოს გაშიჟულია. დღეს საჭმელი არ უჭამია. რა თავებს ამ საჭმელს გამაგებინეთ, არ ვიცი. არ ვიცი, ას მაინტერესებს უკვე კანეც. შევწავ კარტოფილს ორი ჩემი გახვდარი ხელით, არ შევწავ კვერცხს, მიდგები მოდგები აღარ არის. კიდე შევწავ, ორ წუთში აღარ არის. დავადგავ სუპს, მიდგები მოდგები, გავა 2 წელი აღნიშნავ 8ჯერ ახალწელს დგას. გამაგებინეთ ხალხო, რატო აჭამს ეს ხალხი სუპს, ქვაბი არ მოწოდ. არის წვენი შეხრება ეზარებად. არ ვიცი. ფიქრობ ვერ გამიგი.